ოპოზიციაში მთავარი რაზეც თანხმდებიან არის ის, რომ ამ პროცესს არ აქვს საერთოდ კავშირი სამართლებრივ პროცესთან გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა ან მიანიშნებდა რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე და მეორე მხრივ არსობრივად ოპოზიციის თქმით ეს საქმე არის აბსურდული გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა ეძებს რომელი პოლიტიკოსის პოლიტიკური განცხადებების თუ დასავლეთთან ურთიერთობის გამო დასანქცირდნენ ქართული ოცნების ლიდერები და არა მხოლოდ. ოპოზიცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ ამ წლების განმავლობაში ყოველ დასანქცირებას ახლდა საკუთარი საფუძველი, ეს იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობა და ვერ მოხდება დასავლეთის მხრიდან კონკრეტული პირების დასანქცირება, თუნდაც პოლიტიკური განცხადებების გამო, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ოპოზიციაში აკეთებდნენ და ოპოზიცია ვერ იქნება ამ პროცესში პასუხისმგებელი. პარტიები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ საკუთარ ქმედებებში იპოვონ დასანქცირების მთავარი მიზეზი. თუმცა ეს საქმე, რომ არსებობს მათ შორის ამის გამოც, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მიანიშნებს ხელისუფლების მთავარ განზრახვაზე, რომ ოპოზიცია დასაჯოს დასანქცირების გამო. ჩანს, რომ ხელისუფლებისთვის ყოფილა ეფექტური და გავლენიანი ის სანქციები, რომელიც ადევს ოცნების ლიდერებს დასავლეთის მხრიდან და თუ კი ამ დრომდე ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ამ სანქციებს არ ქონდა ფასი, ჩანს, რომ ყველაფერი საპირისპიროზე მეტყველებს და გარდა ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საბოტაჟის საქმის სახელით ცნობილი ეს პროცესი, რომელიც მიმართულია 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ, არის რუსეთის დავალება, რომელსაც საქართველოში ქართული ოცნება ასრულებს. წინააღმდეგობის მოძრაობას რა თქმა უნდა აქვს შედეგები პოლიტიკური კლასის არასამთავრობო სექტორის მუშაობას ჩვენ საგარეო პარტნიორებთან ჰქონდა შედეგი ქართული ოცნებისთვის ამან მოიტანა იზოლაცია, მოიტანა სანქციები. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკოსების და იმ სამართალდამცველების დასანქცირებაზე, ეს არის ადეკვატური პასუხი დასავლეთიდან, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, დემოკრატიული პროცესის გაჩერება, უკუსვლა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს გაზრდის ბუნებრივია წნეხს და ამის გამო ახლა ქართულ ოცნებას სურს შური იძიოს, სურს რომ ბოლომდე მოკლას ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი, არ დატოვოს სივრცე დემოკრატიული პროცესისათვის. ამის გამო პასუხისგებაში მისცა მან პოლიტიკური ლიდერები. ერთი რომ ქართულ ოცნებას სჭირდება პროპაგანდისტულად საკუთარი ამორჩეველი და ზოგადად საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავე და არა სისტემა. სინამდვილეში დასავლური გადაწყვეტილებები მიიღება სისტემური ძალადობის გამო. მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ახლა ამუშავდა, სწორედ მაგას გულისხმობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხელყოფა სისტემურად მიმდინარეობს. თუ სისტემურობა არ დგინდება, არანაირი სანქცია არ წესდება ქვეყნების მიმართ. შესაბამისად, სისტემურობა ვინაიდან დადგენილია, სწორედ ამიტომ დაუწესდა ქართულ ოცნებას სანქციები ერთი კონკრეტული ადამიანი, თუნდაც პოლიტიკოსი ვერ შეძლებს დაარწმუნოს ქვეყნის და დასავლური სახელმწიფოების ქვეყნების ინდივიდუალური პარლამენტები, მთავრობების სასამართლოები, რომ მათ სანქციები გამოსცენ. ამ მოღალატეთა კრიმინალთა რუსულ ბანდას არა მარტო სანქციების ეშინიათ, პირდაპირ ასრულებენ პუტინის გეგმას. ეს ის გეგმაა, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველო აღარ იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს აღარ შეეძლოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენს ქვეყანას დარჩება, იყოს რუსეთის ვასალი, რუსეთის სატელიტი ქვეყანა და ესეც, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მოასაღოს, რომ ეს თურმე ყოფილა ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რაც ტყუილია. დასავლური სახელმწიფოების ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ ასევე შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში 200-ზე მეტი დასანქცირებული პირია, მათ შორის არიან ქართული ოცნების ლიდერები, არიან მოსამართლეები, პროკურორები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სხვადასხვა სახელმწიფომ დაასანქცირა და ყოველ დასანქცირებას ახლავს ბუნებრივია საკუთარი მიზეზი, თუმცა ხელისუფლებისთვის ეს როგორც ჩანს არის წუხილის საგანი გამომდინარე იქიდან, რომ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ დასანქცირების გამო პასუხისმგებლობელი პირების გამოკვეთა და შესაბამისად და ეს ითქვა კიდეც ბრალდების მხარის მხრიდან გუშინ, როცა ითქვა, რომ არსებობდა კომუნიკაცია გერმანიის საელჩოსთან. რას ფიქრობს ამაზე ქართული ოცნება? ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.